თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტი დამსვენებელს 2 წელიწადში მიიღებს. განახლებულ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, სამშენებლო სამუშაოები კი გაზაფხულიდან განახლდება. აქედან 2 საბაგირო არის ზემოთ. 1 T4 და TH-ი არის. თეთნულდის საბაგირო სამშენებლო სამუშაოების დაწყება გაზაფხულიდან თოვლის დნობისთანავე იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურორტის განახლებულ პროექტზე მუშაობს. დავით ნარმანია პროექტის მიმდინარეობას მშენებლობის ადგილზე გაეცნო. პროექტი გრძელდება რასაკვირველია, შესწავლილი გვაქვს გეოლოგია, ზუსტად ვიცით სად რა უნდა დადგეს, რომელი სადგური, სად რომელი სისტემა უნდა განთავსდეს, შესწავლილი გვაქვს შესაბამისად ის სამუშაოები, რაც დამატებით არის განსახორციელებელი, იგივე თქვათ, გზის ამოყვანა, რომელიც ნახეთ თქვენ რომ მიდის სამუშაოები და ასე თქვათ, ვიდრე ამინდის საშუალებას მოგცემს ვიმუშაობთ, შემდგომ უკვე მომდევნო წლის გაზაფხულიდან გავაგრძელებთ. თეთნულდის სამთო სათხილამურო პროექტის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პირველად სექტემბერში გაავრცელა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი, რომელმაც პროექტი ეკონომიკის სამინისტროსგან გადაიბარა, განმარტავენ, რომ მისი გაჭიანურება პროექტის თავდაპირველი ვერსიის არასწორმა დაგეგმარებამ გამოიწვია. პირველი პროექტი, რო გითხრათ, რომ ესეთი პროექტი არსებობდა, იყო მხოლოდ საბაგირო გზების პროექტები იყო, დანარჩენი ინფრასტრუქტურის პროექტი არაფერი არ იყო და გაკეთა თავიდან ყველაფერი. ნახოთ როგორ მოესწრება. მე მგონი 15-ის ბოლოს აუცილებლად მოესწრება. საუბარი იყო 14-ში, მაგრამ 14-ის ბოლოს ნამდვილად ვერ მოესწრება. მე ასე ვფიქრობ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროექტია, ბევრი სამშენებლო სამუშაოებია ჩასატარებელი. სკამები გარკვეულად არის შეფუთული, დევს. თეთნულდის ახალი საბაგიროსთვის სამშენებლო ინვენტარის დიდი ნაწილი საფრანგეთიდან უკვე ჩამოტანილია. მასალებისთვის ღია და დახურული ტიპის სპეციალური სასაწყობე ტერიტორია მესტიაში მოეწყო. სოფელ მულახში ინვენტარი ზამთრის განმავლობაში შეინახება. არის როგორც ანგარი დახურული, ანუ იქ თავსდება ელექტრო დანადგარები, რომ არ მოხდეს შეხება და ზამთარში რაიმე დაზიანება. დანარჩენი ყველაფერი, რაც ისედაც თოვლში უნდა დამონტაჟდეს და 50 წელი თოვლმა ვერ უნდა დააზიანოს, ის ხდება გარეთ დასაწყობება. ეს ყველაფერი შეთანხმებულია მომწოდებელ კომპანია პომასთან, ანუ პომაგალსკისთან, რომელიც არის ფრანგული კომპანია, რომელსაც ჩამოაქვს ეს ტვირთები და რომელიც გარანტიას იღებს შემდეგ მონტაჟის შემდეგ ამ ტვირთების და ამ საბაგიროს გამართულად მუშაობაზე. თეთნულზე 4 საბაგირო ზოლის დამონტაჟება იგეგმება, რომელიც მთლიანად დაახლოებით 6 კილომეტრიან მონაკვეთს დაფარავს. საბაგიროს მშენებლობის პარალელურად დაიწყება სათხილამურო ტრასების მოწყობა, რომლის სრული სიგრძე პირველ ეტაპზე 25 კილომეტრი იქნება. ყველაზე რთული სათხილამურო მონაკვეთი თეთნულზე 3100 მეტრს მიაღწევს. თეთნულდის საბაგიროს მშენებლობის დასრულება, რომელიც სვანეთში უკვე არსებული ჰაწვალის ზოლზე 4-ჯერ გრძელი იქნება, 2 წელიწადში იგეგმება. სამუშაოების დაწყებამდე კი მიმდინარე წლის დეკემბერში ტენდერი სამშენებლო კომპანიებისთვის გამოცხადდება.